Global ტურისტულ ბაზარზე საცხენოსნო ტურებზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია, მოთხოვნა იზრდება საქართველოშიც. ქართული პლატფორმა Horse Tours-ი, რომელიც ბაზარზე 2 წლის წინ საქართველოში გავიდა, ამ დროისთვის რამდენიმე ქვეყნის ბაზარზე უკვე წარმოდგენილია. რომელ ქვეყნებს ფარავს სტარტაპი, ვინ ინტერესდება საქართველოში საცხენოსნო ტურებით და რა პერსპექტივა აქვს ტურიზმის ამ მიმართულებას ჩვენს ქვეყანაში? სტუმართან ლაშა გაგოიძესთან, პლატფორმა Horse Tours-ის დამფუძნებელთან ერთად ვისაუბრებთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის. ლაშა, პირველ რიგში საინტერესოა ვისაუბროთ, საიდან გაჩნდა იდეა მსგავსი ბიზნესის კეთების. 2 წელი ვახსენეთ, 2 წლის წინ დაიწყეთ. როგორია დინამიკაში თქვენი ბიზნესის ზრდის ტემპი? მე თქვენს მაყურებელს. იდეა გაჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა იყო საკმაოდ დიდი ამ ბაზარზე. ხედავდით როგორ იზრდებოდა საცხენოსნო ტურიზმი საქართველოში და შევეცადეთ ჩვენ დაგვეკმაყოფილებინა ეს მოთხოვნა, იმით რომ შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც საცხენოსნო გიდებს, რანჩოებს თუ სხვა ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს გაერთიანებდა ერთიან სივრცეში და ასეთი სახით შევთავაზეთ მომხმარებელს, რომ მათთვის უფრო კომფორტული გამხდარიყო ტურის დაჯავშნის სისტემა მთლიანად. დინამიკას რაც შეეხება 2 წლის განმავლობაში გვაქვს ზრდა, მაგალითად წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით წელს 300%-ით არის საცხენოსნო ტურებზე მოთხოვნა და შესაბამისად ჯავშნების რაოდენობაც და წინა წელს იყო 2 წლის წინანდელი მონაცემებთან შედარებით 400%-იანი ზრდა. ანუ დინამიკაში ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. კი ბატონო, საინტერესოა ასევე ვინ არიან მომხმარებლები? ჩვენ ვახსენეთ, რომ ძირითადად უცხოელები არიან თქვენი კლიენტები, ქართველები რამდენად ინტერესდებიან? ქართველი მომხმარებლების ზრდას თუ ამჩნევთ ამ მიმართულებით რომ გითხრათ და გარდა ამისა უცხო ქვეყნის მოქალაქეებში საინტერესოა ქვეყნების დივერსიფიკაცია როგორია? ძირითადად რომელი ქვეყნის წარმომადგენლები არიან თქვენი მომხმარებლები? 2 წლის წინ მაგალითად ჩვენს პლატფორმაზე ქართველი მომხმარებლების მხოლოდ 5% იყო და 95% უცხოელი მომხმარებლები იყვნენ, მაგრამ დღეს ეს დინამიკა შესვლელია და დაახლოებით 30%-მდე ავიდა ქართველი მომხმარებლების რაოდენობა. ეს გამომპირვებულია იმითაც, რომ დაგვემატა მრავალფეროვანი საცხენოსნო ტურები, დიდი არჩევანია უფრო და გვაქვს დაბალ ბიუჯეტური ტურებიც, რომლებიც კი ბატონო, უფრო რომ დავკონკრეტდეთ, ანუ რა ტიპის ტურებს თავაზობთ და ასევე გეოგრაფიაც საინტერესოა ამ ტურების? თავაზობთ საათობრივ ერთდღიან და მრავალდღიან ტურებს თითქმის ყველა რეგიონში. ამ დროისთვის საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი გვაქვს ათასებული და რა თქმა უნდა საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყანაც. და უცხოელი მომხმარებლების რაც შეეხება ყავს როგორც არაბეთის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ასევე ევროპის ქვეყნებიდან. აქაც უნდა გავმიჯნოთ და უნდა ვთქვათ, რომ არაბული ქვეყნებიდან ძირითადად საათობრივი ტურებით და ერთდღიანი ტურებით ინტერესდებიან, ხოლო ევროპის, ამერიკის ქვეყნებიდან უფრო მრავალდღიანი ტურებით. ფასი რამდენად ხელმისაწვდომია რომ გითხრათ? ქართველი მომხმარებლის ნაკლები დაინტერესება ხომ არ არის გამოწვეული ფასზე ხელმიუწვდომლობით თუ ეს უბრალოდ კულტურის არქონის მაჩვენებელია? თავიდან რა თქმა უნდა ეს ფასიც არის. ფასიც აქვს დიდი მნიშვნელობა ამ მიმართულებით და იმასაც რომ ინფორმაციის კუთხით ინფორმირებულობა ამ მიმართულებით ნაკლები იყო ქართველ მომხმარებლებისთვის და მათ ხშირად გონიათ რომ აუცილებელია საცხენოსნობის გამოცდილება ქონდეს იმისთვის რომ საცხენოსნო ტურში წახვიდეთ. თუმცა ეს არ არის ესეთი მნიშვნელოვანი, უფრო მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული ცხენი და გამოცდილი გიდი, რომელიც ამ ყველაფერს. აი მივედით იმ საკითხზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, გიდების კვალიფიკაცია ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს არ არის ტრადიციული მიმართულება და ძალიან მოთხოვნადი შეიძლება ითქვას, რამდენად არიან ჩვენს ქვეყანაში კვალიფიციური გიდები ხელმისაწვდომი? ჩვენ საქართველოში გვყავს ძალიან კარგი გიდები, რომლებიც არიან პრაქტიკოსი გიდები ამ მიმართულებით. გვყავს რამდენიმე სერტიფიცირებული გიდიც. თუმცა სერტიფიკაცია უფრო მნიშვნელოვანი არის პრაქტიკა და ის გამოცდილება, რომელიც წლების განმავლობაში დაუკრავდა ამა თუ იმ გიდს. ყველაზე დიდი გამოწვევა ეს არის ენის ბარიერი ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ გვყავს კარგი ცხენოსნები, რომლებსაც არ აქვს უნარები, თუნდაც ციფრული უნარები, თუნდაც არის უცხო ენა და მარტივია მათთან ქართველი მომხმარებლებისთვის მომსახურება, მაგრამ უცხოელებთან უჭირთ. თუმცა გვყავს გიდები, რომლებიც ძალიან კარგი გიდები არიან, გამოცდილები, კარგად ცნობენ საქართველოს ისტორიას, გეოგრაფიას და შემდეგ, მაგრამ არ არიან კარგი ცხენოსნობაში. აი ამორის დაკავშირება ხშირ შემთხვევაში ძალიან რთულია და ვინცაც აქვს ეს უნარები, რომ ეს ორივე მიმართულებით არის განვითარებული, ესეთი გიდები დღეს უკვე გვყავს საქართველოში. კი ბატონო და მარცებულ მოთხოვნას, რომელიც წინა წელს 400%-ით გაიზარდა და ახლა 300%-ით არის გაზრდილი, რამდენად ყოფნის?
ამ დროისთვის ყოფნის კი. კი ბატონო, ერთად ჩაგეკითხებით ინფრასტრუქტურა და ცხენები. თქვენი გყავთ თუ ამ ნაწილშიც გიწევთ თქვათ ქირაობა? ჩვენთან საცხენოსნო გიდები და რანჩოები თავიანთ სერვისებს განათავსებენ თავიანთი ხელით და ისინი თავიანთ სერვისს თავაზობენ მომხმარებელს. ჩვენ ამ შემთხვევაში ვართ შუამავალი მრგოლი, რომელიც მომხმარებელსა და ადგილობრივ გიდს აკავშირებს ერთმანეთთან. შესაბამისად, ყველა გიდს თავისი ცხენი ყავს ხშირ უმეტეს შემთხვევაში. ან თუ არ ყოფნის და დიდი ჯგუფია, მაშინ ქირაობს თავისი მეგობრისგან ან სხვა ადამიანს. აი თუ შეიძლება ერთ შეკითხვას დავსვავ, უსაფრთხოების ამბავში მაინტერესებს, ანუ გიდი გავიგე რომ აკავშირებთ გიდს და უსაფრთხოების სისტემა როგორ გაქვთ გამართული? კი ბატონო, არის დღეს ჯერ კიდევ საქართველოში ეს გამოწვევა არის, იმიტომ რომ არის ზოგიერთი გიდი, რომელიც ჩაფხუტებსაც არის თავაზობს თავის მომხმარებელს და ამ შემთხვევაში მომხმარებელმა თვითონ უნდა მიიტანოს თავისი ჩაფხუტი. ეს უფრო მრავალდღიან ტურებზე არის, როდესაც ტურისტი მომზადებული ჩამოდის უკვე და თავისი მოქვს აღჭურვილობა, თუმცა არის ისეთი ადგილები, სადაც გიდები თვითონ სთავაზობენ უკვე ამ სერვისსაც უსაფრთხოების ნორმების დაცვით. და ლაშა ძალიან მოკლედ მინდა გთხოვოთ, ბოლოს რამდენ ქვეყანაში ხართ ამ დროისთვის უკვე წარმოდგენილი და უახლოესი გეგმა როგორია რომ გითხრათ? ამ დროისთვის ვართ 5 ქვეყანაში წარმოდგენილები და ჩვენი გეგმა არის რომ ან გლობალური პლატფორმა ვართ უკვე შეგვიძლია ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ესეთ ქვეყნები დაგვემატა, რომ ამის თქმის უფლება გვაქვს და ჩვენ გვინდა რომ რაც შეიძლება ბევრი და ხარისხიანი სერვისი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს და უამრავი ის ქვეყნები ავიცოთ, სადაც საცხენოსნო ტურიზმი განვითარებულია. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან საინტერესო თემას შევეხეთ, ალბათ დამეთანხმებით. დაგემშვიდობებით, მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო ლაშა გაგოიძე, პლატფორმა Horse Tours-ის თანადამფუძნებელი და ვსაუბრობდით საცხენოსნო ტურიზმზე ჩვენს ქვეყანაში.